ეს არის უნდა იყოს ეს. მე ვარ წინ კაფსებო. იმ დროს, როცა ყველაფერი ძალიან ბნელად ჩანს, შესანიშნავია, რომ ამას თქვენთან ერთად ვაკეთებ. ასე რომ დიდი მადლობა, რომ ხარს მიჭერთ ამაში. მადლობა, რომ ესეთი კარგი განწყობით მოხვედით და მოუთმენლად ველოდები დანარჩენების ნახვას მომავალ თვეებში, როცა ამ ტურს გავაგრძელებთ. ჩვენი საზოგადოება უნდა იცავდეს ქალებს. ვფიქრობ, უმეტესობა ჩვენგანი ამაზე შეთანხმდება. და ჩვენი საზოგადოება ასევე ძალიან უყვარს სპორტი და სურს, რომ სპორტი პოლიტიზაციისგან დაიცვას. ამიტომ ლოგიკურია, რომ ჩვენ საზოგადოებას უნდა სურდეს ქალების მხარდაჭერა, რომლებსაც სპორტის ყურება უნდათ, არა? გარდა ამ კონკრეტული შემთხვევისა, ამ კონკრეტული ქალის შემთხვევაში, ის იმდენად საშიშ ქალად მიიჩნიეს, რომ არ მისცეს უფლება, უბრალოდ თავისი ქვეყნის საფეხბურთო მატჩი ეყურებინა. ეს სრულიად სიგიჟეა, წინ კაფს. ვინც ვერ ხედავთ ვინ არის აქ, ის უბრალოდ თამაშის ყურება უნდა. მისი სახელია Katie Hopkinsi. ზუსტად გეტყვით ვინ არის ის ერთ წამში. და კაცები ეუბნებიან რომ გავიდეს. შეგვიძლია ერთი წამით გავჩერდეთ და ვილაპარაკოთ არაკოთ, რა ლეგენდარული ქალია ის, რომ კაცების ჯგუფი უყვირის, რომ პაბიდან გავიდეს, რადგან მას ფეხბურთის ყურება უნდა და მისი პასუხია უბრალოდ დატრიალდეს შუა თითით. ეს საკმაოდ მაგარია. დიოლხინ. კარგი, ვინ არის ეს ქალი და რატომ აძევებენ პაბიდან? პირველ რიგში დიდი ბრიტანეთის პატრიოტი Katie Hopkinsi ქვია მას და ის გააძევეს Dundee Armsიდან Bethnal Greenში. მე მეგონა, რომ ეს ჯერ კიდევ თავისუფალი საზოგადოებაა. მაგრამ როცა ადამიანებს უბრალოდ იმიტომ აგდებენ დაწესებულებებიდან, რომ სხვებს მათი პოლიტიკა არ მოსწონთ, ეს ყველაფერს ამბობს. ირონია ძნელია უგულებელყო. ისინი, ვინც მუდმივად ქადაგებენ ტოლერანტობასობას, მრავალფეროვნებასა და ჩართულობას, ხშირად ყველაზე ნაკლებად ტოლერანტულები არიან განსხვავებული შეხედულებების მიმართ. თუ თქვენი პასუხი უთანხმოებაზე, ცენზურა, გამორიცხვა და ადამიანების დადუმებაა, მაშინ უკვე წაგებული გაქვთ არგუმენტი. ბოიკოტი გამოუცხადეთ ამ დაწესებულებას და გახადეთ ცნობილი იმით, რაც სინამდვილეშია. მემარცხენე, ტოქსიკური სიძულვილისა და დისკრიმინაციის ბუდე. ასე რომ ალბათ უკვე მიხვდით, რომ Katie Hopkinsi წარმოადგენს პოლიტიკურ შეხედულებას, რომელიც ზუსტად არ ემთხვევა ამ პაბის მემარცხენეების აზრებს. მოგესალმებით წინააღმდეგობის ტალღაში. მე მირაკი ვარ, თქვენი წამყვანი. დარწმუნდით, რომ გამოიწერთ არხს და ჩართალთ შეტყობინების ზარს, რათა გაიგოთ, როდის გამოვა ჩვენი შემდეგი ვიდეო. და ასევე გააზიაროთ ეს ვიდეო, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს, რა სიგიჟე ხდება აქ, წინააღმდეგობის ტალღაში. ჩვენ უპირისპირდებით ამ სფელობას, გაანადგურონ დასავლეთი. დასავლეთი, რომელიც გვიყვარს და გვადარდებს. ასე რომ თუ თქვენც ასე ფიქრობთ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, თქვენ იპოვეთ თქვენი ხალხი. Katie Hopkinsi არის ეს შესანიშნავი ქალი, რომელსაც აქვს ვიდეო სერიები, რომელიც შეიძლება გინახავთ ან გსმენიათ, სახელად Batshit Bonkers UK, სადაც Batshit Bonkers ბრიტანეთში. ის მუდმივად ამხელს იმ სიგიჟეებს, რაც ხდება დიდ ბრიტანეთში. და მას ნამდვილად აქვს საკმაოდ კარგი იუმორის გრძნობა. და საკმაოდ რაციონალურია იმ ბევრ საკითხში, რაზეც საუბრობს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის დიდ ჯგუფს წარმოადგენს დიდ ბრიტანეთში, თუ მას ფეხბურთის ყურება მოუნდება, პაბში მისასვლელად არ არის მისასალმებელი. მაგრამ დევნა და სიძულვილი მისთვის უცხო არ არის. ეს მაშინ მოხდა, როცა ის გუშინ საღამოს ლონდონის პაბში იყო. ეხლა მათთვის, ვინც არ იცის, ვინ არის Kate Hopkinsi, მოდით ვნახოთ, რას გვეტყვის ინტერნეტი. Katie Hopkins არის ინგლისელი მედია პერსონა, რა თქმა უნდა, უკიდურესად მემარჯვენე პოლიტიკური კომენტატორი, ყოფილი კოლუმნისტი და ბიზნესუმენი. ის ცნობილი გახდა როგორც მონაწილე reality shows The Apprentice-ის მესამე სეზონში 2007 წელს. მას ახლა 2 მილიონი, ან 1,7 მილიონი მიმდევარი ხავს და მისი კონტენტი აბსოლუტურად შესანიშნავია. ეხლა ვნახოთ, როგორ გადაწყვეტს ის უპასუხოს ამ გიჟურ მოვლენას, როცა ასე საჯაროდ გამოაგდეს ამ პაბიდან. შემიძლია თავადაც ასე ვთქვა. მინდოდა სწრაფად მადლობა გადამეხადა ყველასთვის, ვინც ჩემი სულ ახალი ტურნეს სანახავად სხვადასხვა ქალაქში მოვიდა. ყველა ამბობს, რომ ეს საუკეთესო ტურია აქამდე, რაც შესანიშნავი ამბავია. თქვენ უბრალოდ სავსე ხართ ენთუზიაზმით.
თქვენ უჭერთ მხარს თეატრებს, ბარებს და ასევე იმ ადამიანებს, ვინც მოდიან. იცით, ჩვენ გვყავს მარტო მოსული ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვენდობიან ჩვენს ოჯახს გზაზე. ისინი მარტო მოდიან და ოჯახთან ერთად მიდიან. ჩვენ გვყავს 90 წლის ადამიანები აუდიტორიაში 16 წლისებთან ერთად. გვყავს ძლიერი პატარა ლესბოსელები და ყველაფერი ამ ორ შორის. და ეს უბრალოდ ბრწყინვალე საღამოა. თქვენ მეხმარებით, რომ საზოგადოებრივი სივრცე დავიბრუნო, რათა სხვებს, ვინც ჩემგან განსხვავებულად ფიქრობენ, ასე და კონდეთ თავისუფლება, ისაუბრონ მათთვის სასურველ პლატფორმასა და ადგილას. და მართლა იმ დროს, როცა ყველაფერი ძალიან ბნელად ჩანს, ეს შესანიშნავია თქვენთან ერთად ვაკეთო ის, რასაც ვაკეთებ. მართლაც დიდი მადლობა, რომ ამაში მხარს მიჭერთ. მადლობა, რომ ესეთი კარგი განწყობით მოხვედით და მოუთმელად ველოდები დანარჩენების ნახვასაც მომდევნო თვეებში, როცა ამ ტურს გავაგრძელებთ. ეს უბრალოდ ძალიან სასიამოვნო რამეა სათქმელად, რადგან ის კარგი ადამიანია. მოდით მოусმინოთ დანარჩენ კომენტარებს, რასაც ის გვთავაზობს. ერთი წამით. რატომ ვერ ისმენ? ეს არის ის ტიპის კონტენტი, რომელსაც ეს ხალი ქმნის. ვფიქრობ, ეს ნამდვილად მშვენიერია და ძალიან კარგია, თანაც რთულ დროს კარგი იუმორიც აქვს, მაგრამ აი სწორედ ამას ცდილობენ, რომ ყველა გზით გააჩუმონ. აქ სრულიად გადარეულ ბრიტანეთში, სადაც ძალიან გამორჩეული რუპერტ ლოუ პარლამენტარი და გადარჩენილები, მაგალითად სემი ვუდჰაუსი, გამოაქვეყნეს გამოძიება გრუმინგ ბანდებზე, ჩვენი ბავშვების გაუპატიურება უმეტესად პაკისტანელი მუსლიმი კაცების მიერ. Sammy Woodhouse მივიდა გადაცემაში Good Morning Britannia, რომელიც აქ დიდ ბრიტანეთში მთავარი დილის შოუა. და რედაქტორმა უთხრა, რომ დამნაშავეთა რასა არ ეხსენებინა. და მან მაინც თქვა ეს მთელი პატივისცემა მას ესეთი დიდი სიმამაცისთვის. სხვა ამბებში კირ სტარმერმა ინტერნეტი აუგრძალა ყველას, ვინც 16 წლამდეა და ფაქტობრივად ყველას, რადგან ეს უბრალოდ მისი გზაა, რომ ციფრული პირადობის მოწმობა ფარულად შემოიღოს. და როგორც შენ და მეც ვიცით და უკრაინელი ბიჭებიც კარგად იციან, კირ სტარმერს ძალიან უყვარს რაღაცების ფარულად გაკეთება. კარგი, საკმარისია ქეითი ჰოპკინსის მოსმენა, მაგრამ ხედავ როგორი სტილია მას. ნახე როგორ უპასუხეს ხალხმა, აბსოლუტურად ბრწყინვალე და ზუსტად სიმართლეა. კიდევ ერთხელ გაარტყა. უზარმაზარი პატივისცემა შენ მიმართ ქეითი. ხმამაღლა თქვი, ქეითი, მალე ალბათ გვირჩევნია მღვიმეებში ვიცხოვროთ. პატივისცემა მას იმისთვის, რომ ახსენა გრუმინგ ბანდების რასა, რადგან ეს უნდა ითქვას. ყოჩახ, ქეითი. როგორც ყოველთვის შენ ამბობ იმას, რაც საჭიროა. ყოჩახ რუპერტ ლოუს და Restore Britain-ის გუნდს მათი საოცარი შრომისთვის. გვიყვარ ხარ ქეითი. შენ უკვე ეროვნული საგანძური გახდი ქეითი. მე მყავს 5 შვილი, აბა როგორ უნდა მოვიქცენ, ნა? ჩვენ გვიყვარს ქალები ნიღბებით. ფიცუდებ, თითქოს უკუღმა ბერდები და ასე შემდეგ. ის არის ადამიანი, რომელსაც სინამდვილეში ბევრი ადამიანი ძალიან უყვარს. და ეს ამბავი კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება, როცა ცდილობ ინტერნეტში შენი აზრი გააზიარო, რაც უნდა შეგეძლოს, რეალურად მოგიწიოს ამის გამო შედეგების გადატანა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისეთ ადგილას ცხოვრობ, როგორიცაა გიჟური ბრიტანეთი. მადლობა ყურადღებისთვის.